კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST. დავუბრუნდეთ ჩვენ სტარტს. ვნახოთ რომ გვაქვს გახსნილი რომელიღაც აპლიკაცია, მაგალითად ამ ფორმის და Windows კლავიშის ხელის დაჭერისას დავინახავთ რომ იხსნება სტარტი. თუ დავაწვევით კვლავ Windows კლავიშს, ამ შემთხვევაში ვნახავთ რომ გაიხსნება კვლავ იგივე აპლიკაცია. თუმცა ამ აპლიკაციის გარდა შეიძლება გქონდეს გახსნილი სხვადასხვა აპლიკაციებიც. მაუსის მარცხენა მხარეს ისრის მიტანის დროს გამოჩნდება ეს ჩვენი სხვადასხვა აპლიკაციები. ესე მაგალითად აი просто გამიჭერდა შეხა. აი ხარ გეცოდებით просто გორში ვარ და თქვენი გულისთვის ვიდეოს წერა, აგერა გორის ციხე გამოჩნდა და ეს კიდე არა ჩანს. მოკითხო გორელებს. მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში ამ აპლიკაციას გახსნას თუ გინდათ რომ დახუროთ, იყენებთ Alt F4 კლავიშს. მაგალითად Alt F4 კლავიში და დაიხურა, მაგრამ მიიტანთ მაუს აქეთ ამ მხარეს, ხო? ანუ აი კიდე კვლავ ჩნდება. წესდერიგით ყველა უნდა ნორმალურად უნდა გამოჩენილიყო. სანამ ვიდეო ჩაწერას დავიწყებთ, ჩანდა და ეხლა ჩანდება დაიმართ, აი გამოჩნდა როგორც იქნება. მოკლედ აქ დავდგებით და შესაბამისად დავაწევით თუ გინდა მარჯვენა ღილაკს, მივცემთ close და ეს დაიხურება. აქვე დავაწევით კიდე მარჯვენა ღილაკს და დესკტოპის დაიხურება და აქაც დავაწევით მარჯვენა ღილაკს და ესეც დავუშვათ დაიხურება. და მოკლედ აღარ არის გახსნილი არაფერი და როცა Windows command, ანუ როდესაც დავაწვევი Windows-ის ღილაკს, შესაბამისად ეს სტარტი მუდმივად გამოჩენია. აი თუ დავაწეკი დესკტოპს, ამ დროს გამოჩნდება უკვე დესკტოპი. კვლავ თუ Windows-ი გამოვიძახე, ისევ გამოჩნდება სტარტის ღილაკი. ანუ ფაქტობრივად Windows ფანჯარის როლი მაშინაც იყო სტარტის გამოძახება და ეხლაც გახლავთ სტარტის გამოძახება. ეხლა გადავიდეთ იმაზე, რომ დავუშვათ გვაქვს გახსნილი რაღაცა სხვადასხვა ფაილები ჩვენ კომპიუტერში არსებული, ხო? აი მაგალითად ესენი, კიდე ეს ფანჯარა, კიდე ეს ფანჯარა. და დავუშვათ გვინდა რომ სამივე ფანჯარა განლაგდეს თანაბრად. მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკლიკებთ ამოცანათა პანელზე, ანუ taskbar-ზე მარჯვენა ღილაკს და გვაქვს დანება Cascade Window. ახლა არის Cascade Window, როგორც ხედავთ, კასკადურად, ანუ თანმიმდევრულად განლაგდა ფანჯრები. ხა ასევე დავაწვევი მარჯვენა ღილაკს და აქ ვნახავთ Show Window, მაგალითად Staked. და ვნახოთ როგორ, ანუ განლაგდა ეს ფანჯრები უკვე ჰორიზონტალურად თანაბრად. და შემდეგი გახლავთ side by side, რომელიც ვერტიკალურად განალაგებს ამ ფანჯრებს. ეს ყველაფერი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სამივე ფანჯარა არის გახსნილი. თუ რომელიმე არის გახსნილი უბრალოდ მინიმიზირებულია, ის არ მიიღებს მონაწილეობას და side by side-ში მხოლოდ ეს ორი განლაგდება, მაგრამ ამ დროს არც ერთი და არც მეორე ფანჯარა აქტიური არ არის. აქტიური ფანჯარა, რომელიც გვაქვს, როდესაც დგებით, ის იღებს იმ ფერს მკრთალად, რომელიც არის მის უკან მოთავსებულ სურათზე. ეხლა ამ შემთხვევაში კვლავ მე ამოვაგდებ მას, როგორც ფანჯრის ნაწილს, ანუ მაგალითად ნახეთ, ამოგდებული ფანჯარა განსხვავდება ჩაგდებულისგან, ანუ მინიმიზირებულისაგან, მას აი ამ სიაში მონიშნულივით უჩანს და დავაწვევი დავუშვათ აი ამ ბრძანებას და როგორც ხედავთ, ორივე გამოჩნდება. აქ აქტიური და ასე ვთქვათ, პასიური ფანჯრები განსხვავდება ერთმანეთისგან ფერით, როდესაც გეხართ. შესაძლებელია არსებობდეს რამდენიმე პასიური ფანჯარა, მაგრამ რამდენიმე აქტიური ფანჯარა ვერ იარსებებს. მიუხედავად იმისა, რომ წინ არ დგას ეს ფანჯარა ამაზე, ის მაინც არის პასიურ მდგომარეობაში. თუ ფანჯარას მივიტანთ პირდაპირ შუა ზედა ნაწილში და ხელს გავუშვებთ, ის აკეთებს მაქსიმიზაციას. ხოლო თუ წამოვიღებთ ქვემოთ, დავინახავთ, რომ ის უბრალოდ ჩადის taskbar-ში. მისი გვერდზე გაწევის შემთხვევაში, ანუ დავუშვათ თუ ფანჯარა არის აი ასეთი ფორმის და აკვირდით, ფანჯარა გახლავთ, დავუშვათ აი ამ ფორმის, ხო, არის სადღაც შუაში. თუ მას გვერდზე გავიტანთ, ის თანაბარ ნახევარ ეკრანს იკავებს, ხოლო თუ მას გვერდზე გამოვიტანთ მარჯვნივ, ის ნახევარ თანაბარ ეკრანს იკავებს. ასევე შესაძლებელია ფანჯრის გადაადგილება სათაურის ზოლით, რასაც მე ახლა ვაკეთებდი, მაგრამ შესაძლებელია ამ კონკრეტული ფანჯრის გაზრდა ბორდერებით ან დაპატარავება ასევე მარცხენა ან მარჯვენა ბორდერით. ან ზედა ბორდერითაც შეგვიძლია დავაპატარავოთ. ასევე შესაძლებელია პარალელურად გაზრდა ან დაპატარავება ორივე მარჯვენა მარცხენა მიმართულებით ნებისმიერი კუთხიდან.
ეს არის ფანჯარა, რომელზედაც მე უკვე საკმაო ხანია გესაუბრებით, მაგრამ არ მithქვამს ამ ფანჯრის დანიშნულ ღილაკებზე არაფერი. ჩვენ გვაქვს სტანდარტული 3 ღილაკი დახურვის, ღილაკი, რომელიც აკეთებს ეკრანის სრულ ეკრანზე მაქსიმიზაციას, ან მის საწყის ეტაპზე დაბრუნებას და მინიმიზაციას, ანუ ეკრანის ქვემოთ ჩაგდებას. გარდა ამ ორი ღილაკისა, ან მთავარ დახურვის ღილაკზე მინდა გესაუბროთ. გარდა ამ დახურვის ღილაკისა, შესაძლებელია ფანჯარა კიდევ დაიხუროს Ctrl-W-ით, Alt-F4-ით, აი ამ ღილაკზე დაჭერით და Close Menus ბრძანების მითითებით, ან ამ ღილაკზე, ამ კონკრეტულ ნაწილზე ორჯერ ჩქარა დაკლიკებით, ან ასევე შესაძლებელია თავად მენიუში მარჯვენა ღილაკი და close ბრძანება. ესეც იგივეა, რაც რასაკვირველია, როგორც ჩვენ აქ დავინახეთ, ხო, ეს მარჯვენა ღილაკი და close. მოკლედ, ჩამოგითვალეთ საკმაოდ ბევრი ვარიანტი იმისათვის, რომ დახუროთ ფანჯრები. ასევე მინდა გითხრათ, რომ არის, როგორც უკვე გითხარით, კლავიატურის ფუნქციები, ანუ Ctrl-W, ანუ +W ნიშნავს, რომ არის ორივე ფაილის კომბინაცია, ან Alt-I +F4. F4 კი გახლავთ ფუნქცია F4 და არა F ცალკე და 4 ცალკე. F4 კლავიატურაზე მოთავსებული ღილაკები. ეს იმისათვის მოგიახლოვეთ, რომ უბრალოდ დაგეკითხათ, თუ რასაკვირველია აქ არსად ამას არ ვწერთ. ამით ფანჯრებზე საუბარი შეგვიძლია დავასრულოთ. დავხუროთ უბრალოდ ეს ფანჯარა და დავუბრუნდეთ Windows-ის ფანჯრას. ეს არის CST